როგორი გოგონაა მატილდა? როგორი პერსონაჟია? კეთილიც არის, კარგიც არის, წიგნების კითხვა ძალიან უყვარს და ჭკვიანია ძალიან. 3 წლის ასაკში თვითონ ისწავლა წერა-კითხვა. რით იყო შენთვის ეს წიგნი საინტერესო? მატილდამ რომ თავის მამას ქუდზე სუპერწებო წაუსვა. და მე რო ვეღარ იხდი და იმ ქუდს თავის მამა, ეგ იყო ძალიან საინტერესო. სასაცილო ხო? სწორად მოიქცა მატილდა? სწორად არ მოიქცა, თუმცა თავდაცვის მიზნით სწორი საქციელია. აი მამას არ შეიძლება ეს გაუკეთო, თუმცა თავდაცვის მიზნით კი ხა. თუდად ექცეოდნენ და რა ეკნა. მაგრამ ამით ბოროტება არ აღმოიფხვრა, ხო? ანუ მატილდას მამა ამითი არ გამოსწორებულა. მატილდას ოჯახში წიგნს არავინ არ კითხულობს, ხომ ასეა? არ კითხულობენ. ტელევიზორს უყურებენ, მაგრამ მატილდა მიუხედავად ამისა წიგნებს ირჩევს. როგორ ფიქრობ, როგორ მოხდა, რომ აი ასეთ ოჯახში გაზრდილმა ბავშვმა წიგნი აირჩია? მას ჩემი აზრით ტელევიზორს რო უყურებენ, ჩემთვისაც მასეა რომ მოსაწყენია მოკლედ, აი ერთი და იგივეები გადის ხან და მოსწყინდა და წიგნის კითხვა აირჩია მატილდამაც. ანუ შენ ფიქრობ რომ წიგნის კითხვა უფრო საინტერესოა ვიდრე ტელევიზორის კი, ჩემი აზრით კი, იმიტომ რომ აი წიგნში ხდება უფრო ისე აი კარგი რაღაცეები და აი ტელევიზორი უაზრობაა. შენი თანატოლების უმრავლესობა უფრო ტელევიზორს, კომპიუტერს, ტელეფონს ირჩევს და წიგნებს ნაკლებად კითხულობენ და აი რას ეტყოდი, რითი ჯობია წიგნი ტელევიზორს? წიგნი არც ისე ძალიან ატკიებს თვალებს და უფრო აი ჭკვიანურია, უფრო ჭკვიანი იქნება. აი ხა ტელევიზორში ისეთი რაღაცეები არ ხდება როგორც წიგნში. ან წიგნიდან უფრო სწავლობ ბევრ რამეს, ვიდრე ტელევიზორიდან. ხა ტელევიზორიდან შეგეძლია ისწავლო, მაგრამ უფრო ნაკლები. ამიტომ მე წიგნს ვირჩევ და მაგას ვეტყოდი სხვებსაც. რომ გითხრა შენმა თანატოლებმა, რომ წიგნს იმიტომ არ ირჩევენ, რომ რთულია წიგნის კითხვა, დიდია, ეზარებათ. აი რას ეტყოდი ამის საპირისპიროდ? ტელევიზორის ყურება კიდევ მარტივია, ხო? ჩართავ ვიდეოს, არაფერს არ აკეთებ, მარტო თვალებით მიშტერები ხარ. რას ეტყოდი? რასდა ვეტყოდი რომ წიგნის კითხვა მაინც ჯობია, აი ეზარება თუ რა არის, მე აი მაგალითად ხან არ მინდა, მაგრამ რო წავიკითხავ, უცებ დამაინტერესდება და მომინდება ხოლმე და აი მასე ვეტყვი რომ წაიკითხე გეზარება თუ არა და მოგინდებათ მე ისე დაგაინტერესებთ. იმიტომ წაიკითხონ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავიდან ეზარებოდეთ. მარიამ, მატილდას ცხოვრებაში ჩნდება მასწავლებელი, მის ჰანი. პირველი ადამიანი არის მის ჰანი, რომელიც მატილდას ნიჭს აღმოაჩენს. შენ როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, რომ ბავშვის ნიჭი შეამჩნიოს და აღმოაჩინოს? მასწავლებელი უნდა იყოს კარგი და აი ეგეთი, აი ჭკვიანი რა, აი მოკლედ რომ ესეთი მასწავლებელი იყოს, რომ არაფერს არ აკეთებს როგორც მის ტრანჩბული. უბრალოდ სცემს ბავშვებს მის ტრანჩბული და მის ჰანი კიდე ჭკვიანად არის, რომ აი მოკლედ აკვირდება ბავშვებს რა შეუძლიათ, რა არა, რომ გაიგოს რა შეუძლია და აი ესე აღმოაჩინა მის ჰანიმაც. მის ტრანჩბული ფაქტობრივად ძალადობს ბავშვებს, შესაძლოა ასე ვთქვათ, აბულინგებს ბავშვებს. როგორ ფიქრობ, შეიძლება რომ ბავშვებმა ამ ბულინგით, ძალადობით, თუნდაც ცემით რამე ისწავლონ? მას არ ამგონია მე რომ ცემით ბავშვებმა რამე ისწავლონ. უფრო აი ჭკვიანად ჯობია ისწავლონ, იმიტომ რომ შეიძლება იმ წამს იცოდნენ, თუმცა ეგრევე დაავიწყდებათ ჩხუბით. და წყნარად უფრო ხვალად ზეგაც დღესაც და ისწავლიან. როგორ მთავრდება ეს წიგნი? აი მის ჰანისთან რჩება მატილდა, ასე მთავრდება ხომ? შენთვის მისაღებია ასეთი დასასრული? თუ შეცვლიდი რამეს? მატილდას რამე გაეკეთებინა და თავის მშობლებისთვის წიგნი შეეყვარებინა, მასე შევცვლიდი. ახლა თავისი მშობლები მიდიან სხვა ქვეყანაში და მატილდას სწავლობენ. ეს მე ძალიან არ მომეწონა, თუმცა რადგან არ გამოკეთდნენ მშობლები, ესე დამთავრდა. ესეც კარგი იყო, ხო? კი, ძალიან ცუდიც არის. მატილდას ეშველა. ხო, მის ჰანი მაინც ული და აჭმევდა ყველაფერს ვკეთებდა და აი მშობლები არ უვლიდნენ ფაქტიურად, არ აინტერესებდათ სად იყო. მატილდას ამბავმა რა შეიძლება ასწავლოს ბავშვებს?
მას რომ წიგნის კითხვა ჯობია ტელევიზორის ყურებას, თუმცა ვისაც წიგნის კითხვა არ უყვარს, ამ წიგნსაც ვერ წაიკითხავს და ვერ ისწავლის, რომ წიგნის კითხვაა საჭირო, თუმცა თუ წაიკითხავენ როგორმე ძალადობით ან რამით, დაიმახსოვრებენ. სწორედ ამ წიგნმა შეაყვაროს კითხვა ზოგიერთ ბავშვს, რომელსაც ტელევიზორი ურჩევნია წიგნს. ხო, ამასაც შეიძლება მოხდეს. ეგეც შეიძლება. ჩვენ მატილდაზე ვისაუბრეთ, მარიამ, და მატილდასგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟი შეგვხვდა მეორე წიგნში, თევზი ხეზე, რომლის მთავარი პერსონაჟიც არის ელი და ამ ბავშვს უჭირს ძალიან კითხვა. თუ მატილდას ძალიან უყვარს წიგნები და რას აღარ აკეთებს იმის გამო, რომ წიგნი წაიკითხოს, ელის პირიქით წიგნის ეშინია თავიდან, ხო? ორივე განსხვავებულია. მატილდა განსხვავებულია იმით, რომ ყველაზე საუკეთესოა და ყველაზე კარგად სწავლობს, ელი განსხვავებულია იმით, რომ სწავლა არ შეუძლია. როგორ ფიქრობ, აი ეს განსხვავებულობა რა პრობლემას უქმნის ბავშვებს? რთული არ იყო განსხვავებული? კი, მას რთულია ეხა რომ აი მაგალითად განსხვავებული ხარ და გეუბნებია რომ ჩვენგან განსხვავდები რთულია ნამდვილად. როგორ უნდა გაუმკლავდეს ბავშვის სირთულეებს? აი პატარა მატილდა არ უნდა მიაქციოს, როგორც მატილდა თავის მშობლებს არ აქცევდა ყურადღებას, ისინი რას აღარ ეუბნებოდნენ, მაგრამ მატილდა ყურადღებას არ აქცევდა, წიგნს კითხულობდა და გამოვიდა ჭკვიანი. და ამ თევზი ხეზეში ელი კიდე ეშინია წიგნის კითხვა, რადგან დისლექსია აქვს. და მასწავლებლები სულ დირექტორს ეუბნებიან და დირექტორის კაბინეტში ხვდება, რომ რატო არ კითხულობ წიგნსო და თავის კლასელებმა რო არ დასცინონ, სულ აცინებს რაღაცნაირად, აი ეგრე. დგება რას აღარ ეუბნება მასწავლებლებს, რომ თავის კლასელები გააცინოს. და შენი აზრით რა არის ელის შეცდომა? რა უნდა გაეკეთებინა ელის თავიდანვე? თავიდანვე უნდა ეცადა წიგნის კითხვა. მასწავლებლისთვის უნდა ეთქვა, რა თქმა უნდა, რომ ან მშობლისთვის, რომ ეს ასოები დაფრინავენ პეპლებივით, იმიტომ რომ ესე ხო ვერასდროს ვერ ისწავლის, თუ მისტერ დენიელსი არ მივიდოდა და როგორღაც არ აღმოაჩენდა. ანუ და თქმა ჯობდა, რა თქმა უნდა, უფრო მალე ისწავლიდა წერა-კითხვას და უფრო აღარ ეჩხუბებოდნენ მასწავლებლები, აღარც დასცინებდნენ მეგობრები და აღარც დირექტორის კაბინეტში მოხვდებოდა. მარიამ, სჭირდება გამბედაობა იმას, რომ დახმარება ითხოვო და აღიარო, რომ რაღაც კარგად არ გამოგდის? დიახ, მას სჭირდება. რატომ უჭირთ ხოლმე ბავშვებს დახმარების თხოვნა? რატო და აი რო იფიქრონ, რომ არ შემიძლიაო დამცინებენო და მაგიტომ უჭირთ ხოლმე. ორივე წიგნში შეგვხვდა კარგი მასწავლებელი. მის ჰანი, მატილდაში და მის დენიელსი თევზი ხეზე ამ წიგნში, ხო? რა საერთო აქვთ ამ მასწავლებლებს? აი კეთილები არიან ორივენი. ხო და აი ცდილობენ რომ აღმოაჩინონ ბავშვების ნიჭი. მაგალითად, მის ჰანიმ აღმოაჩინა მატილდას ნიჭი და მისტერ დენიელსი აღმოაჩენს ელის ან დისლექსიას. თევზი ხეზე ამ წიგნში ბევრი განსხვავებული ბავშვია. ალბერტი მაგალითად თავისებურად განსხვავებულია, ელი რა თქმა უნდა განსხვავებულია, ასევე კეიშა, სხვადასხვანაირები არიან ბავშვები. ამ მნიშვნელობა აქვს დავინახოთ ის, რომ ყველა ადამიანი რაღაცით არის გამორჩეული. ზოგს ხატვა გამოსდის კარგად, ზოგს სიმღერა. აი ამას რა მნიშვნელობა აქვს? მას ის მნიშვნელობა აქვს, რომ მაგალითად ელს არ შეუძლია წერა-კითხვა, მაგრამ სამაგიეროდ იცის ხატვა, მაგრამ ხატვით კი არ არჩევენ, რომ მაგარი ხარ და შენ ეს შეგიძლიაო. წიგნის კითხვით არჩევენ, რომ შენ არ შეგიძლიაო და დასცინიან. და განძალით აკეთებს, რომ არ შეუძლია წიგნის კითხვა. დისლექსია აქვს და ვერ კითხულობს. და თვითონ ამ წიგნს თევზი ხეზე რატომ ჰქვია? მას იმიტომ ჰქვია, რომ თევზს თუ შეაფაზებ ხეზე ასვლით, თევზი ხეზე ვერავა. ხო და ეგონება, რომ მთელი ცხოვრება სულელია, მთელი ცხოვრება ეგონება, რომ სულელია და სამაგიეროდ წყალშიც ურვა იცის. ამ წიგნისგან ბავშვები რას ისწავლიან, როგორ ფიქრობ? რომ ერთმანეთი არ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან და არ უნდა დავცინოთ. და რაც შეგვიძლია და
ანუ რაც არ შეგვიძლია, იმით არ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთი და ანუ უნდა ვიმეგობროთ ყველამ. ესეთი მეგობრობა არ არსებობს, რომ დასცინოთ ან კლასელს. ჩვენ ჩამოვწერეთ კიდეც ვის რა ნიჭი გვაქვს და აღმოვაჩინეთ, რომ ყველა სხვადასხვა, მაგრამ მაინც გვაქვს ყველა სხვადასხვა ნიჭი და სხვადასხვა შიშებიც. ორივე წიგნი გვასწავლის რაღაც შიშის დაძლევასაც. ამასაც ხომ არ გვეტყვი რამეს? მატილდას გვასწავლის, რომ გეუბნებიან რაღაცას, რომ ეს არ გააკეთო, შეგიძლია რომ გააკეთო, მაინც მაგალითად თავისი მშობლები მატილდას ეუბნები, რომ წიგნი დადე და ახლა დაჯექი და ტელევიზორს უყურეო, მაგრამ მატილდა არ უჯერებს და ჯდება ტელევიზორის წინ, თუმცა წიგნით. კი. ტრანჩბულისაც ეშინოდა მატილდას, მაგრამ მაინც დაძლია ეს შიში. კი. ეს აი თვალებით უყურებდა და ჭიქა გაატოკა, მერე წააქცია და ტრანჩბულს რაღაცა ლორწოვანი არსება ზედ მიასვა. მერეც არცი ჰაერში ააფრინა და დაფაზე რაღაცები დააწერა და შეეშინა ტრანჩბული, იმის შემდეგ არავის უნახავს. მხიარული მომენტებიც არის ამ წიგნში, ხო? დიახ, მას. კიდევ რამის თქმა ხომ არ გინდა, რაც არ გვითქვამს? არა.